რისი ეშინოდათ ძველ მაგებს ყველაზე მეტად? ალბათ ფიქრობ, რომ დემონების, ან სხვა ზებუნებრივი ქმნილებების, იქნებ ჯადოებისა და წყევლის, ან სიკვდილის. არა, მათი ყველაზე დიდი შიში გაცილებით საჟიში და შეუმჩნეველი რამ იყო. უძველეს გრაგნილებში, ჰერმეტულ ტექსტებსა თუ კერძო გრიმუარებში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა არა რაიმე გარეგანი ძალა, არამედ საკუთარი თავის დაკარგვა. არც დემონები ან რაიმე სახის მაჭლაჯუნები ან ურჩხულები და არც შავი მაგია წარმოადგენდა უსაშველო პრობლემას. არამედ ის, რომ მაგი ქცეულიყო არაცნობიერ რაღაცის მიერ მართულ, უგონო და უსულო ქმნილებად, უბრალოდ ცარიელ ჭურჭლად. ამიტომ მთელი მათი ძალისხმევა მიმართული იყო ნებისყოფის განვითარებაზე, ცნობიერების გაფართოებასა და შინაგანის სამყაროს გაწმენდასა და ამაღლებაზე. რადგან როდესაც ადამიანი ივიწყებს საკუთარ თავს, მაგია თავად იქცევა მახეთ, ხოლო ადამიანი ქაოსისა და სიცარიელის ტყვედ.